უშუალოდ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან რუსთაველის გამზირზე კვლავ სტაბილურად არის მშვიდი მდგომარეობა, აქ არ იმყოფებიან სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, თუმცა აქ სულ რაღაც რამდენიმე მეტრში ქვედა ქუჩაზე, თაბუკაშვილის ქუჩასთან არის მცირე შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და სწორედ ამისკენ მოუწოდებენ აქციის მონაწილეებიც, სხვა მონაწილეებიც სპეციალურ ხმის გამაძლიერებელში, რომ არჩილ ჯორჯაძის ქუჩის მეშვეობით დაეხმარონ, როგორც ამბობენ თანამებრძოლებს, თუმცა გარკვეული უკმაყოფილებაც არის აქციის მონაწილეებს შორის. ცოტა ხნის წინ მცირე შეკამათება მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიასთან, სადაც აქციის მონაწილეები, მოქალაქეები ამბობდნენ, რომ აქციის ორგანიზატორებს არ ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა ემოქმედათ და ისინი უპასუხისმგებლობაშიც კი ადანაშაულებენ ზოგიერთ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეებსაც და ლიდერებსაც, რომლებიც მათ თავიდან მოუწოდებდნენ, რომ ორბელიანის მოედანზე ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან გადანაცვლებულიყვნენ. ცოტა ხნის წინ ასევე სიტყვით გამოსვლები იყო საქართველოს პარლამენტის შენობის წინა მხარესთან, სადაც აქციის მონაწილეებს მიმართავდნენ საინიციატივო ჯგუფ რუსთაველის გამზირის დამფუძნებლები და ასევე მონაწილეები ამ საინიციატივო ჯგუფისა. თავად ლიდერი პაატა ბურჭულაძე ამ საინიციატივო ჯგუფისა არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მიერ გადაყვანილი კლინიკაში, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, როგორც ექიმები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წარმომადგენლები ამბობდნენ, შესაძლოა ეს ყოფილიყო ცხენმსადენი გაზის ეფექტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე. ასევე ჩვენ ბუნებრივია ეროვნული ჯორჯიას გადამღების ჯგუფი ვესაუბრებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ, სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ ნაწილის წინააღმდეგ, რომელსაც მშვიდობიანად იდგნენ მათ შორის 9 აპრილის ბაღის ტერიტორიაზე და არ იმყოფებოდნენ კონკრეტულად ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან. ასევე მოქალაქეები ეხმიანებიან აქციის დაშლის პარალელურად ქართული ოცნების ოფისში გამართულ ღონისძიებას, სადაც პარტიის ლიდერები ულოცავდნენ დედაქალაქის მოქმედ მერს და ამავე პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას, მას შემდეგ რაც გამოცხადდა ცესკოს პირველადი შედეგებიც კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით და ასევე ზოგიერთ მოქალაქეს, რომელსაც ვესაუბრებით, აქვს განსხვავებული პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა დღეს ის პროცესები, რაც დაიწყო რამდენიმე საათის წინ, არ დასრულდება, ნაწილი ფიქრობს კი საჭირო არის კონკრეტული გეგმა იმისათვის, რომ საზოგადოება ერთობლივად და კოორდინირებულად იმოქმედოს. ასევე ვესაუბრეთ ბუნებრივია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც აქციაზე იმყოფებიან და ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში. ისინი ამბობენ, რომ ბოლომდე ბრძოლა არის აუცილებელი და ერთმანეთის მხარდახარ დგომა მათი შეფასებით არ არის ახლა დრო შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღვივებისათვის. ძალიან სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს ის ფაქტი, რომ ესეთი ამბები ხდება ქვეყანაში და ქალაქში და იმათი გზეიმისთვის ცალიათ და რაღაც პროცენტებს იწერენ ბრძოლაში, რომელიც არ შემდგარა რეალურად და განსაკუთრებით სამწუხაროა ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც დღეს აქციაზე ვდგავარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წევრები, რომლებიც ამ ფარსში მონაწილეობდნენ, ეხლა გამოდიან და აქ თბილი კაბინეტებიდან ხალხს ეუბნებიან, რომ რა არის სწორი და რა არის არასწორი. ძალიან სამწუხაროა ყველაფერი ეს და გონია, რომ აი ადამიანები ცდილობენ, რომ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ ახლაც კი აი ამ რთულ სიტუაციაში და ქართული ოცნება რაზეც არის წამსვლელი, ჯერ ჩვენ იმის ნახევარი არ გვინახავს მე მგონი და უფრო მეტზეც არიან წამსვლელები და მაგათგან უკვე არაფერი აღარ გვიკვირს და ახლა მაინც, აი ახლა როცა ჩვენ ახლა საუბრობთ და ეს არ ვიცი როდის გავა თქვენს ეთერში, იქნება ახლა მაინც მოახერხოს ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთიანობა, იმიტომ რომ ეს არის დამატებითი გამხლეთში საზოგადოებისთვისაც და დამატებითი ფრუსტრაციის შემომტანი. მაგაზე მინდა უბრალოდ აქცენტის გაკეთება. ხა ქართული ოცნება რომ მოძალადეა და ყველაფერს რო გააკეთებს იმისთვის რომ თავიანთის კამები შეინარჩუნონ, აი მაგაზე უკვე აღარცა ერთი წელია უკვე ერთი წელი სრულდება მაგას უყურებთ და მაგაზე დამატებით რა გითხრათ, სიმართლე გითხრათ აღარ ვიცი. კარგ მომავალს არ გვიკეთებს ჩვენ ივანიშვილი. ივანიშვილია ოლიგარქი. ივანიშვილს ფული უფრო ურჩევნია ვიდრე ადამიანები და ბედნიერის ცხოვრება. მარტო ფულის ავადმყოფია და მე მინდა რომ გარწყინდეს საქართველო. მეც ევროპის მოქალაქე ვარ. ვიცი როგორ ცხოვრობს ხალხი. ამერიკაში 3 წელი ვიცხოვრე. ამიტომ ზოგს ხოცებს რო ეძახიან. ამერიკა და
ევროპა რო ანახო რუკაზე არ იცია. ხო და იძახიან არ გვინდა ევროპა. ერთ იგივე აქვს ამოჩენებული. არ გვინდა ომი, არ გვინდა LGBT. ასე არ არის საკ. ცოტა თვალი გაახილო და იბრძოლო. დადგნენ აქ ჩვენს გვერდით. დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე იმ თვალსაზრისით, რომ რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედანზე ერთად დადგა 100,000-ზე მეტი მოქალაქე ამ ქვეყნის და განაცხადა ხმამაღლა, რომ ის რუსული სპეცოპერაცია, რომელიც დღეს ქართულმა ოცნებამ ჩაატარა, არავითარი ადგილობრივი არჩევნები არ არის. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი გზავნილი დღევანდელი დღიდან. რაც შეეხება პროტესტი ბუნებრივია, რომ არის უწყვეტი პროცესი და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დასრულდება, არ ჩამოიშლება. ჩვენ ძალიან კარგად გააზრებული რა ბრძოლაში ვართ. ეს არ არის 1 და 2 დღის ბრძოლა. 300 დღეზე მეტი ადამიანები უწყვეტად დგანან რუსთაველზე. ეს პროტესტი ხან მეტად მასშტაბური, ხან ნაკლები, ხან მეტად მწვავე, ხან ნაკლებად მწვავე გაგრძელდება ბოლომდე. მე აქვე გეტყვით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები ასევე ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ ლეონიძის ქუჩაზე, თავისუფლების მოედნის კვეთასთან არიან ისინი და შესაბამისად გზა მთავრობის ადმინისტრაციისკენ არის ბლოკირებული. ყველა ამ პერიმეტრზე არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, იქვე იმყოფება ასევე წყლის ჭაულის მანქანა და სახანძრო მანქანები. ახლა კეთდება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან საინფორმაციო განცხადებები და როგორც ერთ-ერთი სპიკერი ამბობს, ეს პლატფორმა მიკროფონი დაეთმობა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის განცხადებებს და არ იქნება ტრადიციული სიტყვით გამოსვლები, რათა არ იყოს გამოწვეული უკმაყოფილება. ისინი სპიკერი ასევე ამბობს, რომ მოქალაქეები მნიშვნელოვანია, რომ დარჩნენ რუსთაველის გამზირზე და არ დათმონ კონკრეტულად პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რადგან როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე იდგეს და მშვიდობიანად გამოხატავდეს პროტესტს. და აქ უნდა ითქვას აქვეც, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან იმყოფებიან ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და საკმაოდ მრავლად არიან ისინი მობილიზებულნი ადგილზე.